გვერდზე სულ ვენახებია აი იმ ფერდზე გზის გასწვრივ. და არა მარტო იქ ძალიან ბევრგან ნახე. ვენახები აქეთ ხარეს გზიდან არ ვიცი რამდენად გამოჩნდება რომ მაღლებები აქ ამ გზას და ცუდი ისაა აქ ამ გზას რომ ვერათვალიერებ რა ფასიანი გზებიდან. უფასო გზებზე რომ ვიყო სოფლებში სადმე შეიძლება დაათვალიერო კარგად. ოპცია პატარა ქალაქები აქვს რა. ეხლა ჩაუვარე ქალაქ შავორნე. ქალაქი შავორნე. ეს პატარა ნაწილი გამოჩნდება, მაგრამ ის ქვემოთ არის ქალაქი გადაშლილი. ბუნება საქართველოს ბუნებას გავს, მთაგორიანია. აი ქართლში რომ მიდიხარ დაახლოებით ჯერ ის პეიზაჟია. ეს არის შავორნე რაღაც ისეთ კულტურულად აწყობილი, ნუ საინტერესო შვეიცარიაში როგორც ვიხდი ალპების მხარეა. ამათი სახლები აი ესეთებია, კოპციაც ჩალაგებული. ესეთი საკმაოდ დიდი მოზრდილი ქალაქია რა. ან ერთსართულიანია ეს და არ არის მაღალსართულიანი ვერ ნახავ. მრავალსართულიანები თითქმის მარტო იმ ქალაქში შეხვდა რომ შემოვედა. ალბათ ჟენევაშიც მაქსიმუმ 5 სართულიანებია. არა ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს როგორ ვთქვათ, ერთსართულიანი დასახლებებია. სადაც გაიხედავ ყველგან, მაგრამ ერთსართულიან ზოგი, ანუ საკუთარ სახლებს, ზოგი შეიძლება 2-იანი ან 3 არის, მაგრამ მაგაზე მეტი არ არის. საკუთარი სახლები. ანუ არაკორპუსული ტიპის დასახლებაა. აი იქიდან ახლა არ ვიცი რამდენად მოჩვენს კამერით, ტაძარსაც ხედავ. ანარჩენი იდე გორიდან რუისისკენ რო ეშვები და დაახლოებით ისეთი შტაბეშილებაა გორის ტრასიდან. აქტიურად როგორც ვიცი, ამ ქვეყანას არაფერი თავისი ძალიან ბევრი არაფერი რესურსები შემოაქვს. იმითოა სიძვირი ამ ქვეყანაში. სოფლის მეურნეობა აქვს რა განვითარებული. ყველგან ვაზი, ვენახი, ხეხილი, თან ეს ყველაფერი ხდება ბადია გადაფარებული. ნებისმიერ დარგულს რაც ვნახე, ბადეებშია რა, ვაზი 1-2 ნახე რომ არის მაგრამ სხლის ბაღები, ვაშლის ბაღები, სულ ყველაფერს ხდებოდა რა ბადეები. ანუ სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებები. ეხლა ულხინთ, უჭირთ, ვაიმე შვეიცარიაში რა მაგარი დონეა, მაღალი დონეა, იქაურ გლეხს რა უჭირს. ამ გლეხსაც თავის პრობლემაა, ხო? ამ ქვეყანას ამისთვის რომ მიეღწია ბევრი იშრომა რა, ასეთი მაღალი შემოსავლებისთვის და ანაზღაურებებისთვის. ბევრი იშრომეს და სოფლის მეურნეობა უმაღლეს დონეზე განვითარებული. რა ვიცი, პატარა საქართველოზე ბევრად პატარა ქვეყანაა. და სოფლიოში ცნობილია. რავი რა ვთქვა, როგორ სოფლის მეურნეობა აქვს ძირითადად მეტი არა. ჩვენ როგორ ვერ უნდა განვითარდეთ. აი საოცარია რა ყველა ნათესილია, უკვე ჯეჯილია ამოსული. აქეთ გაიხედავ მოხრულია. საფრანგეთშიც იგივე იყო და იგივე ხდებოდა რა. აქაც იგივე ხდება, მაგრამ ეს ამ ქვეყანას საფრანგეთს რესურსები აქვს, წარმოებები აქვს, 1000 რამე აქვს. ნუ ახლა შვეიცარიასაც შეიძლება რაღაც წარმოება ქონდეს, მაგრამ საფრანგეთის რესურსი ავტომშენებლობა აქვს, ინდუსტრია აქვს თავისი და შვეიცარიას უამრავი რამე შემოაქვს, საწვავიდან დაწყებული ყველაფერი შემოაქვს და
სიძვირე სამაგერობს ანაზღაურების დონეა მაღალი, იმიტომ რომ თვითონ ქუნის პროდუქცია სოფლის მეურნეობის დარგში და ამარაგებს სხვადასხვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და აქედან გამომდინარე საკმაოდ ბიო მეურნეობაზეა გადასული სათბურებიც აქვს აგერ სარდაგზა ხვდებით აგერ ეცა სათბურია და ბევრი რამეები აქვს აი ეგით არის შეფენილია სოფლები სავარაუდოდ სოფლები შეიძლება პატარა ქალაქიც მაგრამ სავარაუდოდ სოფლები ну ეს ძირფესვიანად აქ ვერ შეისწავლე ამ ყველაფერს იმიტომ რომ საკმაოდ რთულია და ამ გზიდან დაინახო ისეთი რაღაცები რაც მაგალითად ქვემოთ ჩვეულებრივი გზა რო იყოს